გამარჯობა, აგრძელებთ ჩვენ ყოველკვირეულ რჩევებს. დღეს შევეხები ქალის ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან პერიოდს, ეს არის მენოპაუზის პერიოდი. ანუ კლიმაქს, როგორც ვეძახით ხოლმე, ესე პოპულარულ ენაზე. ეს პერიოდი განპირობებული არის ჩვენი ყველაზე მთავარი გორმონის, ქალების ესტრადიოლის, ანუ ესტროგენების ვარდნით საკვერცხეში. ანუ საკვერცხე აღარ გამოიმუშავებს, ასე რომ ვთქვათ, საჭირო რაოდენობით ქალის გორმონს ესტროგენს. ამასთან ერთად იწყება ის ცვლილებები, რიგი ცვლილებები, რომელიც გრძელდება დაახლოებით 5-დან 10 წლამდე და ამას ქვია პერიმენოპაუზა და მენოპაუზა და უკვე 51 წლის მერე 52 წლის უკვე პოსტმენოპაუზა. ანუ ეს ყველაფერი განპირობებულია ესტროგენების ვარდნით ქალის ორგანიზმში. ყველაზე მინიმალური რაც იწყება და ესეთი ადვილად გადასატანი, ეს არის შეხურებები, ალები, ვითომ ადვილი, მაგრამ საკმაოდ რთულია ეს პროცესი, მაგრამ უმკლავდებიან ქალები როგორღაც, ეს არის ალი, შეხურებები, უძილობა, უძილობის გამო გაღიზიანებული იყვიძებს, სუთხასიათზე არის მთელი დღის განმავლობაში, უგუნებოდ, უენერგიოდ, იწყება დეპრესია და ეს ყველაფერი ნელ-ნელა თითქოს ეგუება ადამიანს და ამბობენ კიდევაც პოპულარულ ენაზე ქალები თავის საუბრობენ, რომ გადავაგორეთ კლიმაქსი. ხახნო ეს არ არის გადაგორება, იმიტომ რომ უარესი წინ გველის. ეს არის ყველაზე რთული სამი დიდი პრობლემა. ეს პირველი, ყველაზე აი სასიცოცხლო ჩვენების, რომელიც არის მენოპაუზის პერიოდში განვითარებული, ეს არის პირველი ძვლები, გულსიძახთა სისტემა და ჭარბი წონა. ანუ ძვლების სიმყიფე იზრდება მოტეხილობების რისკი, განსაკუთრებით მენჯვარძაყის. ეს ყველაფერი ხდება, იმიტომ რომ ესტროგენების სიმცირის გამო უკვე ძვალი ვერ შეიწოვს საკმარისად სისხლიდან კალციუმს, დ-ვიტამინს, ასე შემდეგ, ყველაფერს, რაც კი სჭირდება ძვალს განვითარებისთვის და სიმყარისთვის, ესე იგი მყიფე ხდება, ადვილად ხრევადი. მეორე არის, როგორც გითხარით, გულსიძახთა სისტემა, იწყება ჰიპერტენზია, შემდეგ შეიძლება ინსულტი, ინფარქტი და მესამე ეს არის სიმსუქნე, ანუ ამ დროს მეტაბოლური პროცესები მდორედ მიმდინარეობს, ნელდება, სუსტდება და შესაბამისად ცხიმის დაგროვებაც იზრდება, კუნთოვანი მასა მცირდება და რა თქმა უნდა ყველაზე მეტად იზრდება ვისცერალური ცხიმი, ანუ მუცლის ცხიმი და იწყება უკვე ჭარბი წონა ნელ-ნელა, მუცლის ცხიმის დაგროვების შემდეგ მთლიანად ხდება წონის მატება და დიაბეტის განვითარების დიდი რისკის ქვეშ დგებით ასევე. ასე რომ აუცილებელი არის ამის პრევენციისთვის ამ ყველაფრის და მკურნალობისთვის გამოვიყენოთ მცირე რაოდენობით, ძალიან პატარა დოზებით ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპია.